იმის გეზი. აბა, გუშინ იქიდან გადაღებული კადრებს უცქერდი და რა საინტერესო იყო, რომ ჩვენ მოვჩანვართ იქიდან როგორც მთვარე. აი ეს დაკლოები. და ხო ის რო ადიდებ, რო გაინტერესებს, აი ეს ფერი რო არის, ესე იგი რა არის? ხო და რატომ დავიწყეთ ახლა ამაზე საუბარი, მსოფლიოს ყურადღება სწორედ ახლა არტემის 2-ის მისიისკენ არის მიმართული 1972 წლის შემდეგ პირველად მთვარისკენ მიემართება კოსმოსური ხომალდი, რომლის ბორცვზეც 4 ასტრონავტი იმყოფება, ეკიპაჟის მეთაური რიდ უისმენი, პილოტი ვიქტორ გლოვერი და მისიის სპეციალისტები კრისტინა კოხი და ჯერემი ჰანსენი გახლავთ. ცოტა ხნის წინ ეკიპაჟმა საზოგადოებას დედამიწისა და მთვარის პირველი ფოტოები გაუზიარა, რომლებიც ხომალდ ორიონის ბორტიდანაა გადაღებული და ისტორიული კადრები მზის პანელების ერთ-ერთ ფრთაზე დამონტაჟებულმა კამერამ დააფიქსირა. თითქმის თითქმის მომწონს იქიდან გზავნი. თითქმის მივედი და almost there. აი ცოტაც დაჩავალ. მოკლედ აი ეს თითქმის ჩვენივად გამოიყურებით აქედან თუ რაღაცა დედამიწელებს რო გეუნებიან. მადლობთ. ხელს რო გვიქნებენ იქედან. ხო, სწორედ ეს თითქმის მივედით ვკითხულობთ NASA-ს მთვარის მისიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში და ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ არტემის 2-ის მოგზაურობა 10 დღე გაგრძელდება, ხომალდმა მთვარისკენ მიმავალი გზის ნახევარი უკვე გაიარა და შეგახსენებთ, რომ არტემის 2-ის ეკიპაჟი მთვარის ზედაპირზე არ დაეშვება დედამიწის თანამგზავრის გარშემო შემოუვლის, როგორც ცნობილია, ადამიანი მთვარეზე ფეხს მისია არტემის 4-ის ფარგლებში დადგამს, რომელიც 2028 წლისთვისაა დაგეგმილი და ახლანდელი ფრენა სწორედ ამისთვის მომზადება და ის მომზადებაა ეს ერთგვარი წინასწარი? კი ბატონო. ანუ არტემის 3-ის სამუშაოები. დაზღვევით სამუშაოებს მიეძღვნება და არტემი 4-ზე უკვე წამოიღებენ, რაც დარჩა 72. აი ცოტა სულ 10 დღე წავედით ახლა წამომთვარისკენ. აი ესე ილუმინატორიდან ხედავ შენ. პლანეტაა გვაქვს. ხო, ყველა არის ფერფთარი და ჩვენი ერთადერთი ფერადი და სიცოცხლის. ლურჯი მწვანე და ხასხასა. ხედავ რა მრავალფეროვნება გვაქვს. ხო ის უყვებდი რამე ხო არ დაუზიანეთ დედამიწას ეს. ბევრი რამ დაუზიანეთ, მაგრამ ხო ესე ხო არ ეთყობა ნეტა შორიდანაც თქო, მაგრამ გავაგებთ ნეუნება. მოკლედ კარგია ეს დაბრუნდებიან მალე და მოგიყვებიან კიდე მეტ ამბებს და მე ფოტოსურათებსაც იმედია უფრო. აი 28-ში იქნება. 28-ში იქნება რაც იქნება, მე ვნახოთ.